ჩემი მეუღლის სახელით მივიღე მიწა. აფხაზეთის ომშია მეუღლე დაღუპული 1993 წლის 27 სექტემბერს. დღეს ამ მიწას, რომელიც მეტი არაფერი არ მაბადია ჩემ ქმრის სახელზე, დღეს მართმევენ, ფეხქვეშ მიდებენ, რისთვის რა საქართველოს ტერიტორიას კაცმა თავი შეწირა. დღეს ბატონო ირაკლი, ქალბატონო ნინო, რა გიშავებთ ჩვენ ხალხი? რამეს ჩვენ არ ამოგირჩიეთ? რა გინდათ ბოლოს და ბოლოს? გაგვაგებინეთ, შეგხვდით და პასუხი მაინც გითხარით ნორმალურად. მადლობა დიდი. ესე იგი ხალხო გაოგნებულები ვართ, ესე იგი 21 მაისიდან ველოდებით ქალბატონი ნინოს პასუხს, რომ ქალბატონი ნინო გაგვცემდა პასუხს თუ ვინ შეარჩია, რატო შეირჩა ეს ჩვენი მიწები, რომ აი ესე კაპიკებში ჯერ გამოსყიდონ და წაგვართვან გასახლება გაგვეკეთონ, რა ვიცი, აი შოკში ვართ ხალხი და 21 მაისიდან მოყოლებული დავდივართ, აი ესე ხან გუბერნატორს მივაკითხეთ, ხან მაჟორიტარ დეპუტატებს მივაკითხეთ, ხან რუსთავის მერს მივაკითხეთ და აი ესე გვაქვს პასუხი ქალბატონმა ნინომ პირველ შეხვედრაზე გნახავთ და გადავაწვდით თქვენ ხმასო და გვეტყვითო სულ ყველაფერსო და მოვალთო და გეტყვითო რა ხდება თქვენ მიწებზე და რა შეიძლება გაკეთდესო. აგერა რამოდენიმე დღის უკან პარლამენტში დიდი ბრტყელი სიტყვებით გავიდა ირაკლი შატაკიშვილი და კითხვები დაუსვა ბატონ მინისტრს კობახიძეს თუ რა ხდებოდა ჩვენს მიწებზე, როგორი სტუდ-ქალაქის გაშენება უნდათ. ჩვენ უფრო გავღიზიანდით ეს ქართველები, იმიტომ რომ ჩვენ მიწაზე, ჩვენ კუთვნილ მიწებზე, რომლებიც სისხლით, ჯაფით, შრომით მოპოვებული მიწები გაგვაჩნია, აგერა ახლა უკვე რა ხდება? მოვედით, შემოვედით, შევიკრიბეთ, ავედით, საათნახევარი დაგვაყენა ნინომ, საათნახევარი დაგვაყენა და მე რა ქნა იცით? უკანა კარებიდან ჩუმად გაიპარა და წავიდა და გზებს აგებს, ხალხო, გზებს აგებს. ეს ნორმალური საქციელია, გამოფხიზლდით, სადახარ. აგერა განაშენების გეგმას დაუდებენ არაბებს და ასე ნელ-ნელა მოყვებიან და რუსთავის მიწებზეც იგივეს გაგიკეთებენ და ზუსტად წაგართმევენ მიწებს. ხალხო, არ დათმოთ, ჩვენი მიწა არის, რომელიც წავიდა ხალხმა ომში იბრძოლა, დაიღუპნენ და მის დედებს, ცოლებს, შვილებს დაუტოვეს რაღაცა მიწა 900 კვადრატია თუ 400 კვადრატია, რომ შეინარჩუნონ, რომ ქართველმა ქართულ მიწაზე გააკეთოს განაშენიანება, იცხოვროს და მომავალი შეუქმნას თავშულებს და რა ხდება? აგერა ქალბატონმა ნინომ ჰაერში მისცა აგერა სამხარაულოს, შეაფასე არაფრის ნაკნისები არიან ეს რუსთაველებო, ვერაფერში ვერ იყენებენ ამ მიწებსა და არაბები უფრო კარგად გამოიყენებენო. აჰა, ფაქტი სახელზეა, ნახეთ რა ხდება.